ბოლო 3 წელიწადში ვნახეთ ირანული ალიანსის საფრთხე, რომელიც რეგიონის დასავლეთ ქვეყნებზე, ძირითადად კი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, ასევე კვიპროსსა და საბერძნეთზეც. ბოლო წლებში ვნახეთ ჰეზბოლას ოპერატორების მუქარები საბერძნეთის მიმართ შურისძიების შესახებ ბერძნულ ბაზებსა თუ ქალაქებში. ამიტომ ბერძნული სახელმწიფო იღებს ყველა ამ ზომას, რათა გაუმკლავდეს ყველა ამ საფრთხეს. ასევე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თურქეთიც საფრთხეს უქმნის ბერძნულ სუვერენიტეტს, ასევე იმ დაძაბულობებთან დაკავშირებით, რომლებიც გროვდება. და ბატონ, ერდოღანის მუქარები ისრაელზე თავდასხმის შესახებ, იერუსალიმზე თავდასხმა, ლიბანზე თავდასხმა, საბერძნეთზე თავდასხმა, უნდა გაუმკლავდეს ყველა ამ საფრთხეს. და აერთიანებს ძალებს რაფაელთან, ისრაელში მდებარე კომპანიასთან და ასევე ისრაელის აეროკოსმოსურ ინდუსტრიასთან ერთად. ამ პარტნიორებთან ერთად აშენებს სააერო სივრცის ინფრასტრუქტურას. რაკეტებისთვის, დრონებისთვის, ასევე პატრიოტის სარაკეტო სისტემების დანერგვით, რომლებიც უკვე განთავსებულია საბერძნეთში ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად. და ინფრასტრუქტურის შექმნით, რომელიც დაიცავს საბერძნეთს ყველა ამ საფრთხისგან ირანული პროქსები და თურქეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები საბერძნეთის მიმართ. ეს ნამდვილად კარგი მიმოხილვაა იმ საფრთხეებისა, რომლებიც საბერძნეთს შეიძლება დაემუქროს. რაც შეეხება ამ ახალ სისტემას, აქილევსის ფარის მეოთხედი რეალურად საბერძნეთში დამზადდება. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი წარმოება ამ შეთანხმების პოლიტიკურად დამტკიცებისთვის? ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხომ იცით, ბოლო დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ევროპის კავშირში მიმდინარეობდა დისკუსიები იმის შესახებ, რომ ევროპის თავდაცვის ნაწილი ადგილობრივად უნდა იწარმოებოდეს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ სისტემების ნაწილი დაფინანსდება ევროპული სქემებითაც. ამიტომ საბერძნეთმა ასევე უნდა განავითაროს თავდაცვითი ინდუსტრია ისრაელელ პარტნიორებთან ერთად. იმისთვის, რომ ეს სისტემები სრულყოფილად განხორციელდეს. ეს სისტემები განხორციელდება მომდევნო 3 ან 4 წლის განმავლობაში. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საბერძნეთის თავდაცვის ძალების დაუყოვნებელი თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის. და რას ამბობს ეს მთლიანობაში ისრაელსა და საბერძნეთს შორის თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში ზარდ ურთიერთობაზე. თურქეთს ამ სურათიდან გამოვრიცხავთ თუ გნებავთ, პირობითად საერთო მტერს. რამდენად მდგრადია ეს პარტნიორობა მაინც ისრაელსა და საბერძნეთს შორის? ეს პარტნიორობა ჯერ კიდევ 2010-იანი წლების დასაწყისიდან ყალიბდება. ანუ უკვე დაახლოებით 15 წელია. არსებობს თანამშრომლობა საბერძნეთისა და ისრაელის მთავრობებს შორის, რათა შეიქმნას ალიანსი ან თანამშრომლობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში სამხედრო თანამშრომლობა. და ჩვენ ვიხილეთ ერთობლივი წვრთნები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. და საბერძნეთის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს სქემას, რომელიც ასევე ჩართავს ისრაელის თავდაცვის ძალებს საბერძნეთის თავდაცვის დოქტრინაში. ეს ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ზოგადი კრიზისის შემთხვევაში საბერძნეთი იქნება ისრაელის პარტნიორი და ისრაელი იქნება საბერძნეთის პარტნიორი. ასე რომ ეს ყველაფერი ლოგიკურია და რადგან ისრაელის ტექნოლოგიური სექტორი ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში ბევრ პროგრესს აღწევს, გონივრული იყო ეს კონტრაქტი ისრაელის ინდუსტრიისთვის მიგვეცა.